მოგესალმებით, თითოეულ თქვენთაგან უღმესი მადლობა იმის, რომ გამოწერილ ჩემი არხი, იმის, რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ, ვინც ამისამთ გაგეცნობით მე ვარ კატო. შეგახსენებთ, რომ აქციები ძალაშია, უბრალოდ შევიდა 1 ივლისიდან 5 ივლისის ჩათვლით, ისე რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ, ხო? სრული დიაგნოსტიკა არის 70 ლარი, ხოლო ერთი კონკრეტული საკითხი 50 ლარი, ისე რომ შეგიძლიათ ფასდაკლებით მიიღოთ. იმავე დღეს ხდება დიაგნოსტირება. დიდხანს ლოდინი არ გიწევთ, მაქსიმუმ რაღაცა საათების განმავლობაში. რაც შეეხება დღევანდელ გაშლას, ხა არის დილის 6:20 წუთი, 21 წუთი და მოდით ვნახოთ თქვენი პარტნიორი რას ფიქრობს თქვენთან ურთიერთობასთან დაკავშირებით, რას ფიქრობს. ნახოთ რა ურთიერთობაზე აქვს საუბარი პირველ რიგში. თქვენ პარტნიორს როგორც ჩანს, აქ არის ისეთი სიტუაცია, როდესაც სამკუთხედი მდგომარეობა შეიძლება იყოს, პარტნიორს ყავს პარტნიორის, ანუ ოფიციალური ფორმით ოჯახი, სამკუთხედის სიტუაცია არის და რაღაცა ხა სამკუთხედის სიტუაციაში კი ვიცით, როგორც არის მდგომარეობა ხოლმე. რას ფიქრობს თქვენს ურთიერთობაზე? თქვენს მიმართ მას აქვს, ნამდვილად აქვს ის მომენტი, რომ სიამოვნებს თქვენთან კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, აქვს ლტოლვის მდგომარეობა, აქვს რაღაცა, იცით როგორი მომენტი არის, ნახეთ, ადამიანს ძალიან ეკომფორტულება თქვენთან ყოფნა, შეიძლება ესე ვთქვა, ხო? ანუ ადამიანი ფიქრობს იმას, რომ კარგი იქნებოდა, თუ კი ეს ურთიერთობა საკმაოდ დიდხანს იქნებოდა გაჩერებული, ანუ სტაბილურობაში, ესე რომ ვთქვათ, და რაღაცა ცვლილებები არ მოითხოვთ, ან არ დასჭირდება ცვლილებები. ყოველ შემთხვევაში, ეხლა ამ ეტაპზე ადამიანი როგორც გრძნობს თავს, ხო, მისთვის ეს მისაღებია, ესე ვთქვათ, ხო, თქვენთან ურთიერთობაში. მოდით ნახოთ, აბა, კიდე რას ფიქრობდა. იცით რა არის, ნახეთ, ამ ეტაპზე მე ესე ვიტყოდი, რომ ამ ადამიანს აქვს ის მომენტი, როდესაც მუშაობს ის საკითხზე, რომ არც თქვენ დაგაზარალოთ, ესე ვთქვათ, და არც თავისი ოჯახი არ დააზარალოს, ხო? ადამიანი რას ფიქრობდა თქვენთან ურთიერთობაზე და თუ კი თქვენ კონფლიქტურ სიტუაციას არ შექმნით და გაურკვევლობაში არ ამყოფებთ ამ ადამიანს ნამდვილად არ ენდომება წასვლა. მაგრამ თუ კი თქვენ რაღაცა სხვა ცოტა უფრო ესეთ გაშლილ ურთიერთობას მოითხოვთ, მაგ შემთხვევაში შესაძლებელი ადამიანს მოუწიოს ურთიერთობიდან წასვლა. ადამიანი ფიქრობს იმას, რომ უნდა ურთიერთობა ძალიან ისეთი მსუბუქი, რაღაცა ჰარმონიული, ხო, რაღაც დაბალანსებული მდგომარეობა, მაგრამ თუ თქვენ მოითხოვეთ რამე და ადამიანი პაუზაზეა, მაგ შემთხვევაში ადამიანი წავა ურთიერთობიდან აუცილებლად.